გათენება მიხარია, იმიტომ რომ მოვდივარ ჩემს მაღაზიაში, ჩემს ყვავილებთან, ველაპარაკები პატარა ბავშვივით, შევალ გადავავლებ თვალს, ვაიმე, ხო კარგად არიან, მართლა, ოღონდ ეს შეგვიძლია ყოველდღე და ვარკვარიერებ, ყველა გადავხედავ. იწყებ ხაიბლების გაკეთებას და რა ვიცი, აი სტიმული გეძლევარ, აი მიყვარს ეს საქმე და რა ვქნა მართლა. სილამაზე მიყვარს, ყვავილები მიყვარს და გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა მაღაზია და მოვაბი ესე თავი და რა ვიცი, აბა ფიქრობთ, რომ რა ვიცი, ყველა კმაყოფილი დარჩება, მომხმარებელი მინდა რომ კმაყოფილი იყოს, ფასები მინდა რომ ცოტა შედარებით ეხლა დაბალი როგორ, ხელმისაწვდომი რო იყოს. ძალიან შრომატევადია, რო გითხრათ სიმართლე. მაგრამ რა ვიცი, მაინც მიყვარს ყვავილები და მაინც ეს გადავწყვიტე. ტემპერატურა უნდა რა, 8 გრადუსი, 7 გრადუსი, 6 ესე დაბალი ტემპერატურა უნდა რომ არ გაგვიფუჭდეს ყვავილი და ზარალი არ ვნახოთ და რა ვიცი, ისე უნდა თავისებური მოვლა წყლის გამოცვლა, უნდა ძალიან ხშირად, ყოველ მეორე დღეს წყალი უნდა გამოვცვალო, თუ მინდა რომ გაძლოს ერთი კვირა ყვავილმა. მოგემოვნებით ვაწყობ ახლა ამას ფერებსაც, მომხმარებელი როგორ ფერსაც მეტყვის, იმ ფერს დავაწყობ ისეთ თაიგულს გავუკეთებ, რომ კმაყოფილი ნახეს მომხმარებელი თავარი. არის მთავარი, რომ მე მომწონს ყვავილებთან, აი ველაპარაკები ყვავილებს რასაც ქვია. მიყვარს ძალიან ყვავილები. ყველანაირი ყვავილი მიყვარს აბსოლუტურად. ეზო მაქვს, ბევრი ყვავილი მაქვს, ვარდები მაქვს, ძალიან ბევრი, ყველანაირი ფერის ვარდი მაქვს. ქოთნების ყვავილებს იმდენად ვერ უვლი რა, იმდენად აი ჩემთან არ ხარობს, მაგალითად მინდა ასე რომ თქვა. ვცდილობ, მაგრამ იმდენად ვერა, რამდენად ეზოს ნაწილი მაქვს ბევრი და ვარდები, აი გამწონება მიყვარს და ეზოს უვლი მართლა მიყვარს ეზო მიყვარს, საკუთარი სახლი მიყვარს ეზოთი და ყვავილებით და რა ვიცი. 10 წელი ამაზე რო ვფიქრობდი, რომ ზესტაფონში გადავალ საცხოვრებლად და ყვავილების მაღაზიას გავაკეთებ, მაგრამ ვერ მოხერხდა ასე, რომ შემოვრჩი იქეთ დიდხანს შემოვრჩი. შვილები კი წამოვიდნენ აქეთ, მე და ჩემი მეუღლეც გადმოვედით უკვე წელიწადი აქეთ რო გადმოვედით რა, რამდენიმე თვე წელიწადია და აი მომანდომია ეს სულ რაღაც 2 თვეში სწავლებლად დავდიოდი სამტრედიაში. სწავლე და ერთი თვე სერტიფიკატიც ავიღე და დოქტორ თაიგულებსაც ვაწყობთ, სარიტუალოსაც ვაკეთებთ ისეც ვინც მოგცემს ზაქას, რომ ასაწყობია ჯვრები არამია, ყველაფერს ვაკეთებთ. ყვავილებიც მინდა შემოვიტანო, დაველაპარაკე უკვე დისტრიბუციას და მინდა რომ კარგი უცხო რაღაცა შემოვიტანო და მალე სექტემბრიდან ეგეც ვექნება. საჩუქრები ვექნება კიდე ბევრი. ჩემს მაღაზიას ქვია ორქიდეა, მქონდა და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ გახსნის დღეს გაიყიდა ძალიან ბევრი. ეხლა შემომტანების არ აქვს ჯერჯერობით, იმიტომ რომ ცოტა რთული საშუალია, მაგრამ აგვისტოს ბოლოდან შემოვიტანთო მყიდებიან და ორქიდეით მინდა რომ დავალამაზო ჩემი ვიტრინა. ერთ დღეს ვატარებთ მაინც აქ. საღამოთი მივდივართ სახლში და სადაც ხარ იქ უნდა და მომხმარებელი მინდა რომ დავაინტერესო, რაღაცა ახალი შემოვიტანო სიახლეები, ვსწავლობ კიდე ახალ ბუკეტების გაკეთებას, რომ ის როგორ უნდა სურათს მაჩვენებენ ასეთი გამეკეთე და ავაწყობ და კლიენტი რო გაწავა გახარებული ჩემთან, აი ეს სიახლეებს